როცა ისინი ბუჩაში შევიდნენ, საფუძველი ჩაუყარეს იმ ტერორს, რომელმაც უკრაინის ომი განსაზღვრა. ჯარისკაცები, რომლებიც ბუჩას ჯალათებად გახდნენ ცნობილი, თავიანთ ნებაზე მოქმედებდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს არანაირი განზრახვა არ ჰქონდა საბრძოლო წესების დაცვაზე. ომის დანაშაულები თავიდანვე დაიწყო და უკრაინამ შურისძიება დაიფიცა. ეხლა შურისძიების დრო დადგა. რუსეთის ბუჩას ჯალათები თავადვე იქნენ განადგურებულნი. უკრაინამ წლების ლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა აღასრულა. ეს ისტორიული ლიკვიდაციებია. ბუჩას ჯალათები განადგურებულნი არიან და ახლა უკრაინას შესაძლოა კიდევ უფრო დიდ სამიზნეზე ჰქონდეს თვალი დადგმული, რადგან აგრძელებს კამპანიას, რათა სამართალზე მიიყვანოს მხეცები, რომლებმაც ბუჩაში ამდენი ადამიანი დახოცეს. 30 მაისს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, სახელგანთქმულმა რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საოცარი დარტყმა მიაყენა სასწავლო პოლიგონებსა და სამხედრო ბანაკებს, რომელსაც რუსეთის მესამე და 26-ე გაერთიანებული არმიები იყენებდნენ. ღამის დრონების ოპერაცია, რომელიც ბროვდის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამართლებს უკრაინის მიერ 2026 წელს დაწყებული საშუალო მანძილის კამპანია, იმაზე მეტად ვიდრე პუტინს ოდემე გოსაძლე შესაძლებელი. მაგრამ დარტყმის მთავარი სიახლე ნამდვილ სიხარულის ტალღებს გამოიწევდა ყველა იმ უკრაინელში, ვინც ახსოვს ის საშინელებები, რაც პუტინის ძალებმა ოკუპაციის პირველ კვირებში დაატრიალეს. უკრაინამ 30 მაისს მხოლოდ სასწავლო ბაზები არ დაარტყა. ასევე დაირთხა რუსეთის 64-ე ცალკეული მოტორიზებული მსროლელთა ბრიგადის პოზიციები. ვინც არ იცის, ეს სწორედ ის ბრიგადაა, რომელიც ბუჩაში შევიდა და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე დანაშაულზე ჩადიოდა. ბროვდიმ ბევრი რამ თქვა იმ ადამიანებზე, ვისაც ის და მისი თანამემამულეების უმრავლესობა რუსეთის რიგებში ყველაზე გამოუსწორებელებად მიიჩნევს. ყველაზე დაბალი დონის 25-ე არმიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, რომელმაც 2022 წელს ბუჩაში აურზაური მოაწყო, დაზიანდა, დაიღრიალა ბროვდიმ. რაც შეეხება როგორ მოხდა ეს, დეტალები პრავდას აქვს. გამოცემა წერს, რომ უკრაინამ ბუჩას ჯალათებზე 414 მაჯიარ ბარდების ცალკეული ბრიგადა გაუშვა, რომელიც ბროვდის საბრძოლო ფსევდონიმს ატარებს. ამ ნაწილმა 413 რეიდის ცალკეულ პოლკთან ერთად ბუჩას ჯალათების სრულიად გაანადგურა. ორივე ნაწილმა შეტევა კოორდინაცია განახორციელა უპილოტო სისტემების ძალების ახლად შექმნილი ღრმა დარტყმის ცენტრის მეშვეობით, რომელიც უკრაინამ აპრილში შექმნა, რათა დაეხმაროს საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანიის ორგანიზებაში, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს. იდეა ისაა, რომ ესეთი ტიპის დარტყმები სისტემურად განხორციელდეს და ასევე სხვადასხვა ნაწილმა შეძლოს თანამშრომლობა, რათა მიზნის გამოვლენის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მტერს. ზუსტად ეს მოხდა 29 მაისის ღამესა და 30 მაისის დილის საათებში. უკრაინის თანამშრომელმა დანაყოფებმა შეძლეს რუსეთის სამიზნეებზე 21 დადასტურებული დარტყმა მიეყენებინათ იმ ღამით, როდესაც დარტყმებმა რუსეთის ოკუპანტები გაანადგურა. მაგრამ ღამის მთავარი მოვლენა იყო შეტევა ბუჩის ჯალათებზე და ეჭვი არ არის, რომ უკრაინამ ზუსტად ის გააკეთა, რასაც ამტკიცებდა. როგორ ვიცით ეს? არის ვიდეო მასალა, რომელიც ყველაფერს გვაჩვენებს. Facebook-ზე თავად ბროვდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო შედგება დრონებით გადაღებული კადრებისგან, რომლებიც მიზანში იღებენ იმას, რასაც უპილოტო სისტემების ძალების მეთაური 64-ე ჭიის ბრიგადის ბუნაკს უწოდებს. რამდენჯერმე ვხედავთ ერთსა და იმავეს. დრონი მიზანში იღებს სამიზნეს და შემდეგ პირდაპირ მასზე მოხდება. ყოველი მომდევნო დრონის შემთხვევაში ვხედავთ იმ დრონების შედეგებს, რომლებიც მანამდე იყო გამოყენებული. სამიზნე ტერიტორიაზე მასიური ხანძრებია გაჩენილი, რომლებიც ცაში კვამლის სვეტებს უშვებს. უკრაინის დრონები ცეცხლში გადაადგილდებიან, რათა იპოვონ სამიზნეები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იწვის და მალე ალებენ კიდეც. დარტყმა დარტყმის შემდეგ ფიქსირდება. უკრაინის დრონებმა გამოუვალი ჯოჯოხეთი შექმნეს. პირდაპირ რომ თქვათ, ბუჩას ჯალათებისთვის ამაზე უკეთესი სამართალი ვერ იარსებებდა. ისინი ტკბებოდნენ იმ საშინელებებით, რაც თავად შექმნეს. ეხლა ისინი ისეთი ცეცხლი დაიცრენ ფერფლად, რომ ალბათ ჯოჯოხეთივით ეჩვენებოდათ. უკრაინა ჯერ კიდევ იძიებს ყველა იმ კადრს, რომელიც მისმა დრონებმა გადაიღეს, რათა დაადგინოს ზუსტად რა ზიანი მიაყენეს ბუჩას ჯალათებსა და იმ საწვრთნელ ბაზებს, რომლებიც ადრე ვახსენეთ. უკვე გამოქვეყნა ზოგიერთი საწვისი მონაცემი. ამ დროისთვის უკრაინამ დაადასტურა 31 სამხედრო დანაკარგი. რუსეთის 64-ე ბრიგადაში ბუჩას ჯალათებიდან 9 მოკვდა. კიდევ 9 დაიჯრა, თუმცა არ ვიცით რამდენად მძიმედ. რაც შეეხება ბუჩას ჯალათების დანარჩენ 13 წევრს, მათი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია. მაგრამ კიდევ არის მეტი ვიდეო მასალა სანახავი, მეტი შურისძიება გასაშუქებელი. როგორც ჩანს, ბუჩას ჯალათების იმ 13-დან ბევრი და შესაძლოა კიდევ სხვებიც, ასევე გარდაცვლილები არიან. ბროვდი ნამდვილად ასე ფიქრობს. ყველაზე მეტად ეს ციფრები მნიშვნელოვნად შემცირებულია, როგორც ბროვდი უთხრება. ეს ნამდვილად ასე იქნება, რადგან უკრაინას არ გამოუქვეყნებია დანაკარგების მონაცემები იმ ორ სასწავლო ობიექტზე განხორციელებულ დარტყმებზე, რომლებიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. თუმცა როგორც ჩანს, ბროვდი ასევე მიანიშნებს, რომ კიდევ უფრო მეტი ჯალათი იწვის. ეს არ იქნებოდა სიურპრიზი. იმ 21 დარტყმიდან, რომელიც უკრაინამ 30 მაისს განახორციელა, 8 სპეციალურად იყო მიმართული ჭიის ბუნაგზე. ცეცხლი არ იტყუება.
ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც იმ ბუნაგში იყო უკრაინის დარტყმის დროს, თითქმის აუცილებლად დაშავდებოდა ან დაიღუპებოდა. ასევე იყო სხვა დარტყმებიც, რომლებიც ვახსენეთ. უკრაინის თავდასხმამ რუსეთის მესამე არმიაზე დაარტყა ლუგანსკში მდებარე პრიოკიშ-ბანკას სასწავლო პოლიგონს, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია იტყობინება პრავდა. 26-ე არმიის სასწავლო პოლიგონი, რომელსაც ბუჩას ჯალათები იყენებდნენ, ოკუპირებულ ზაპორიჟიაში მდებარეობს და ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 100 კილომეტრშია. უკრაინამ ასევე დაარტყა გაზის საცავ ობიექტს ოკუპირებულ დონეცკში, ქალაქ იენაკიევკაში. და ბოლოს უკრაინამ ასევე დაარტყა რუსეთის ლოგისტიკას, როგორც დონეცკში, ასევე ლუგანსკში, რაც აჩვენებს, რომ უკრაინა ყოველთვის კონცენტრირდება რუსეთის სამხედრო ძალის შესუსტებაზე, მაშინაც კი, როცა შურის ძიება აქვს გულში. ეს არის უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმების კამპანია მოქმედებაში და ეს კამპანია ნგრევას ატენებს რუსეთის ოკუპანტებს. უკრაინის ომმა ახალი ფაზა დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის არსენალში საშუალო მანძილის დრონები გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინის დრონები მოქმედებდნენ შეზღუდულ ტაქტიკურ სიღრმეზე. დიახ, უკრაინას ჰქონდა შორი მანძილის დრონები, რომლებიც ასეულობით კილომეტრზე შეეძლოთ რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა, მაგრამ ეს დრონები როგორც წესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გამოიყენებოდა. ისინი ამისთვის ძალიან ფასეული იყო, რადგან ის ზიანი, რაც მათ შეეძლოთ მიეყენებინათ რუსეთის შიგნით არსებულ საომარ მანქანაზე, მათ შორის ქვეყნის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და სამრეწველო ობიექტებზე, აღემატებოდა იმ სარგებელს, რაც მათი ახლო ზურგში გამოყენებით მიიღებოდა. ამის გარდა უკრაინას ჰქონდა FPV დრონები, რომლებიც როგორც წესი 10-დან 25 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედებდნენ. 2026 წელს ეს ყველაფერი შეიცვალა. ეხლა უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც ეკონომიურად ეფექტიანია და შეუძლიათ დაარტყან სამიზნეებს ფრონტის ხაზიდან 30-დან დაახლოებით 200 კილომეტრამდე მანძილზე. ეს ხსნის ახალ სამიზნეთა ფართო სპექტრს, რუსული სარდლობის ცენტრებისგან, რომლებიც ფრონტზე შეტევებს აკონტროლებენ, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით დამთავრებული და როგორც 30 მაისს ვნახეთ, ჯარისკაცთა შეკრებებით. UNN აცხადებს, რომ ახალი საშუალო ზომის დრონები უკრაინას საშუალებას აძლევს შექმნას ახალი განადგურების ზონა, რომელიც უფრო ღრმაღაა, ვიდრე აქამდე შექმნილი ნებისმიერი სხვა. ბუჩას ჯალათები ეხლა სწორედ ერთ-ერთ ასეთ განადგურების ზონაში აღმოჩნდნენ. რამდენადაც დამანგრეველი არ უნდა იყოს პუტინისთვის მისი საყვარელი ომის დამნაშავეების დაკარგვა, მას ბევრად უფრო მეტად შეაშფოთებს ის ფსიქოლოგიური გავლენა, რაც ამ დარტყმის წარმატებით განხორციელებას უკრაინის მხრიდან მის ჯარებზე ექნება. ბუჩას ჯალათები ზაპოროჟიაში ფრონტის ხაზის სიღრმეში იმყოფებოდნენ. ისინი უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ყველა ის ჯარისკაცი, რომელსაც რუსეთი ფრონტის უკან ამყოფებს. უსაფრთხოება აღარ არის გარანტირებული. ეხლა ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრის რადიუსში მყოფი ყველა ჯარისკაცი იცის, რომ ის ძლიერი ჯოჯოხეთი, რომელმაც სულ ცოტა ბუჩას ჯალათებიდან 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნებისმიერ დროს შეიძლება მათაც დაატყდეთ თავს. ისინი ვერ გაიგებენ, როდის მოვა ეს. მათი საჰაერო თავდაცვა ამას ვერ შეაჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებიან პუტინის ხელქვეითები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი მიხვდებიან, რომ უკრაინას მათი დარტყმა შეუძლია. ეს იმ ტიპის ტერორია, რომელიც მხოლოდ უკრაინის ომს ახასიათებს. ბუჩას ჯალათები იმსახურებენ ამ ტერორს და კიდევ ბევრად მეც. როდესაც ისინი ბუჩაში თარეშობდნენ, საიდანაც მათი სახელიც მოდეს, მათ ისეთი საშინელებები ჩაიდინეს, რაც თანამედროვე ომში არ უნდა ხდებოდეს. ეს საშინელებებია, რაც 30 მაისის შურის ძიების დარტყმას, რომელიც უკრაინამ განახორციელა, ასე მნიშვნელოვანს ხდის. უკრაინა დაელოდა, ეძებდა და როგორც კი ჯალათები იპოვა, სამართლიანობა აღასრულა. მაგრამ ზუსტად რისთვის იყო ეს სამართლიანობა? რამდენჯერმე მიგვითითებია, თუ რა ჩაიდინეს ბუჩას ჯალათებმა, რომ ასეთი ბედი დაიმსახურეს, მაგრამ ახლა ვაპირებთ სრულად გაჩვენოთ, რამდენად საშინელი იყო მათი ქმედებები. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დრო დააჭიროთ ხილაკს, რომ ნახოთ მეტი ესეთი ვიდეო. 2022 წლის 4 მარტს რუსული ძალები, რომლებიც პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველ კვირებში ცდილობდნენ კიევში შეჭრას, ბუჩას ქალაქში შევიდნენ. სტრატეგიულად ეს ქალაქი მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ შეჭრა რუსეთის გეგმას მიხვებოდა. კიევიდან დაახლოებით 30 კილომეტრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბუჩა შესაძლოა რუსულ ძალებს უკრაინის დედაქალაქში შესასვლელ გზას მისცემდა. 2022 წლის 4 მარტიდან 21 მარტამდე ბუჩა ოკუპირებული იყო. შემდეგ 2022 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც უკრაინამ რუსეთის თავდაპირველი შემოჭრილი ძალა უკან დაახევინა, რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩა დატოვეს. აპრილში გახდა ნათელი ის საშინელებები, რაც ბუჩას ჯალათებმა ჩაიდინეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მკვლევრებმა ერთი კვირა გაატარეს ქალაქში და დეტალურად აღწერეს თავიანთი აღმოჩენები. აღმოჩენილ იქნა მრავალი მტკიცებულება ათეულობით სამოქალაქო პირის უკანონო სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, ასევე წამების, იძულებითი გაუჩინარების და სხვა სამხედრო დანაშაულების შესახებ. ბუჩაში თითქმის ყველა კუთხე ახლა დანაშაულის ადგილს წარმოადგენს და ისეთი შეგრძნებაა თითქოს სიკვდილი ყველგანაა. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბუჩაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა უპატივცემულობა და უგულებელყოფა გამოავლინეს სამოქალაქო სიცოცხლისა და ომის კანონების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, განაცხადა რიჩარდ ვეირმა, რომელიც ერთ-ერთი იმკვლევარია. მალე ციფრებმა აჩვენა ბუჩაში მომხდარი დანაშაულის ნამდვილი მასშტაბი.
Ruslan Kravchenko, რომელიც ბუჩის მთავარი რეგიონული პროკურორია, Human Rights Watch უთხრა, რომ რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ მის ქალაქში 278 ცხედარი აღმოაჩინეს. ამ ცხედრებიდან ძალიან ცოტა იყო ჯარისკაცის. მკვდართა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და Kravchenko ელოდა, რომ კიდე მეც იპოვიდნენ მისი 15 აპრილის განცხადების შემდეგ. მოგვიანებით გავრცელებულმა ცნობებმა, მათ შორის PBS Frontline-ის ანგარიშმა, გამოავლინა, რომ რუსეთმა სცადა ქალაქში როგორც ესწრა, რომ დაახასიათა წმენდის ოპერაციის ჩატარება. მრავალი დაღუპული იმ სიებში იყო, რომლებიც რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა მოამზადეს. მოხალისე მებრძოლები და ყველა, ვისაც უკრაინის ჯარისკაცების დახმარებაში ეჭობდნენ, სამიზნეები იყვნენ. ბუჩას ჯალათები გარდაგარ დადიოდნენ და კითხვებს სვამდნენ. თუ ვინმეს გამოცდა ვერ ჩააბარა, მას წამებისთვის და ბევრ შემთხვევაში დახვრეტისთვის წაიყვანდნენ. ეს არ იყო შემთხვევა, როცა სამხედრო დანა ოპიუმში კონტროლს კარგავს. ეს იყო გათვლილი, დაგეგმილი. სისტემური განადგურება იმ ადამიანების, რომლებიც რუსეთის აზრით, თუმცა ხშირად არც იცოდნენ, საფრთხეს დღეს წარმოადგენდნენ. იაბლონსკაიას ქუჩა იყო ბუჩაში მომხდარი საშინელებების უმეტესობის ადგილი. რუსეთის მძვინვარების დასრულებისას მხოლოდ ამ ქუჩაზე თითქმის 40 ცხედარი იყო დაგროვებული, მათგან ბევრი კი ქუჩაზე მდებარე შეუმჩნევლ ოფისის შენობაში საშინელი დაკითხვის მსხვერპლი გახდა. წლების შემდეგ 2025 წლის ივნისში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ირჩევდნენ ბუჩას ჯალათები თავიანთ მსხვერპლებს. რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დაძრწიან რუსი ჯარისკაცები ქუჩებში. ხედავთ, როგორ უმიზნებენ ავტომატებს მშვიდობიან-ზობიან მოსახლეობას, როგორ მიხავთ ადამიანები ხელები თავზე შემოხვეული. რუსი ჯარისკაცები ფეხს ურტყამენ მათ, ვისაც მიყავთ. ჩვენ არ ხედავთ იმას, რაც ყველაზე საშინელი ჩაიდინა რუსეთმა. მაგრამ საკმარისად ბევრს ხედავთ. ბუჩა გახდა მონუმენტი იმ ბოროტების, რომელიც პუტინს სურდა უკრაინისთვის მიეყენებინა და ბუნებრივია, ამას დიდი აღშფოთება მოჰყვა. 2022 წლის აპრილის ბოლოსთვის უკრაინის პროკურორებმა უკვე წარადგინეს პირველი ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ ბუჩაში მომხდარი მასაკრის გამო. რუსეთის 10 ჯარისკაცი დაადანაშაულეს ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ძარცვა, წამება და მკვლელობა. ყველა მათგანი იყო 64 ცალკეული მოტორიზებული მსროლელთა ბრიგადის წევრი, რომელსაც 30 მაისს უკრაინის დრონებთან ახლო და პირადი შეხვედრა ჰქონდა. მრავალი სხვა ბრალდება მოჰყვა ამას და ზოგ შემთხვევაში ხოცვაში მონაწილე რუსმა ჯარისკაცებმა რაღაცა მსგავსი სინდისის გრძნობა განივითარეს, იმდენად რომ საკუთარი დანაშაულები აღიარეს. ერთ ჯარისკაცს სახელად ნიკოლაი კატუშევი უკრაინის ხელისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა. ბრძანება მივიღეთ თქვა მან, როდესაც კითხეს რატომ ესროლა მშვიდობიან მოქალაქეს. ყველა ვინც შავებში იყო მტრად ითვლებოდა. თუ შავებში ჩაცმულ ადამიანს ვხედავდით, ცეცხლს უხსნიდით. შეიძლება არსებობდა იმ ადამიანების სია, რომელთა ლიკვიდაციაც რუსეთს სურდა, მაგრამ ეს აღიარება უკვე მეტყველებს იმაზე, რომ დანაყოფს უბრძანეს მოეკლათ ყველა, ვინც ყველაზე ბუნდოვან აღწერილობასაც კი შეესაბამებოდა. გაზაშევი შეიძლება დააკავეს, მაგრამ ის ერთ-ერთი იშვიათ თაგანი იყო. მოხსენებების მიხედვით ბუჩაში გაუნძიებლებმა 2022 წლის აპრილის ბოლოსთვის დაადგინეს დაახლოებით 8000 სავარაუდო ომის დანაშაულის შემთხვევა, რომლებიც იმ ერთ თვეს უკავშირდება, რაც რუსეთმა ქალაქში გაატარა. მათგან ბევრი 64 ცალკეული მოტორიზებული მსროლელთა ბრიგადის წევრი იყო, მაგრამ უკრაინამ იცოდა, რომ ტრადიციული გზით ამ ჯარისკაცების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მცირე შანსი ჰქონდა. პუტინს არ ჰქონდა თავისი ჯარისკაცების დასჯის განზრახვა. რამდენიმე მედლები გადაეცა მათი ქმედებებისთვის, ხოლო პუტინმა 64 ბრიგადა გმირობისა და სიმამაცისთვის შეაქო. ჯერ კიდევ ძალიან მცირეა შანსი, რომ ბუჩას ჯალათების უმრავლესობა სასამართლოს წინაშე წადრეს დარდგეს. უკრაინა მიცის, ვის ეძებს. მან გამოაქვეყნა ფოტოები და სახელები იმ ადამიანების, ვინც ბუჩაში სასტიკი დანაშაულები ჩაიდინა. თუმცა რუსეთი იცავს თავის ომის დამნაშავეებს, თვით პუტინამდე. და სულ ცოტა ხნის წინამდე ეს დაცვა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს დამნაშავეები ფრონტის ხაზის უკან ისე ღრმად ყავდათ გადანაცვლებული, რომ უკრაინის დრონებს ვერ მიეღწიათ მათთვის. 30 მაისმა ყველაფერი შეცვალა ბუჩას ჯალათებისთვის. ეხლა ამ ჯალათებმა და მკვლელებმა იციან, რომ ისინი არასოდეს იქნებიან უსაფრთხოდ უკრაინის რისხვისგან, მიუხედავად იმისა, სად უნდა იმალებოდნენ. თუ სასამართლოებში ვერ მოხერხდება სამართლიანობის აღსრულება, უკრაინამ გადაწყვიტა საქმე საკუთარ ხელში აიღოს. და მიუხედავად იმისა, რომ 30 მაისი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარტყმა ბუჩას ჯალათების წინააღმდეგ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ნელა, მაგრამ აუცილებლად, უკრაინა მუშაობს იმ შურის ძიების განხორციელებაზე, რომელიც ბუჩაში, ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ყველა ადამიანმა დაიმსახურა. უკრაინის წინა დარტყმები მასშტაბით ბევრად მცირე იყო, ვიდრე ის, რაც 30 მაისს ვიხილეთ. თუმცა ისინი ეფექტური აღმოჩნდა როგორც ჯალათების ლიკვიდაციის, ასევე გადარჩენილებისთვის გზავნილის გაგზავნის თვალსაზრისით. 2025 წლის აგვისტოს ბოლოსკენ უკრაინამ ბუჩას 3 ჯალათი გაანადგურა, როდესაც 6 რუს სამხედრო მოსამსახურეზე მიიტანა იერიში, რომლებიც ოკუპირებულ ლუგანსკში თავშესაფარს ეძებდნენ. 3 სამხედრო იერიშის შედეგად დაიღუპა, ხოლო ყველა 6 მათგანი იდენტიფიცირებული იყო, როგორც ბუჩაში 3 წლის წინ ჩადენილი ომის დანაშაულებში მონაწილე პირები. ეს იერიში უფრო მკვლელობას ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ თავდასხმას. შენობის სადგომში აფეთქებამ, სადაც ეს 6 იმალებოდა, 3 მათგანი იმსხვერპლა, რაც მიუთითებს, რომ მტრის ზურგში დივერსია განხორციელდა. გადავინაცვლოთ აპრილის ბოლოსკენ და უკრაინამ კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა განახორციელა.
ამჯერად რუსეთში ხაბაროვსკის რეგიონში ჩადებულმა ბომბა 1 ადამიანი იმსხვერპლდა და 7 დაჭრა. მცირე დეტალები, რომლებიც ამ თავდასხმიდან გახდა ცნობილი, მიუთითებს, რომ ის დახურულ სამხედრო ბარაკში განხორციელდა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას შიგნით ყავდა ადამიანი და რომ მოკლული პირი იყო ლეიტენანტ პოლკოვნიკის წოდების მქონე. თუმცა მოკლული ადამიანი ნამდვილი სამიზნე არ ყოფილა. CNN-ის ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ნამდვილი სამიზნე იყო გენერალ-მაიორი აზატბეკ ამურბაიკოვი. ის იყო 64-ე ბრიგადის მეთაური, როდესაც ამ ბრიგადამ ბუჩაში სისასტიკეები ჩაიდინა. ამურბაიკოვს გაუმართლა. ბომბმა, რომელიც მის მოსაკლავად იყო განკუთვნილი, როგორც ჩანს, მისი ერთ-ერთი დაქვემდებარებული მოკლა. მაგრამ ახლა ის გაფრთხილებულია. უკრაინამ იცის, ვინ არის ის და სად გადაადგილდება. იქნება ეს ბომბი თუ შორ მანძილზე მოქმედი დრონი, უკრაინა აპირებს ამურბაიკოვის ლიკვიდაციას. მაგრამ ჯერჯერობით უკრაინა კმაყოფილი იქნება იმითაც, რომ ამურბაიკოვის მიერ ხელმძღვანელებულ ბრიგადაში მინიმუმ 31 მსხვერპლია. ერთი მეორის მიყოლებით ბუჩას ჯალათები პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულებზე და კიდევ ერთი დარჩა, რომელიც უკრაინის სამიზნეში იქნება. 8 მაისს Eurasia Review-მა გაავრცელა ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც რუსეთის სამხედრო უმაღლეს ხელმძღვანელობაში მოხდა. რუსეთის აეროკოსმოსური ძალების ხელმძღვანელი გენერალი ვიქტორ ავზალოვი აღარ არის თავის პოსტზე. ის გაათავისუფლეს და მის ნაცვლად დანიშნეს სახმელეთო ძალების პროფესიონალი ოფიცერი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკო. ალბათ მიხვდებით, საითაც მიდის ეს ამბავი. ჩაიკო ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ბუჩაში ხოცვა ჟლეტაზეა პასუხისმგებელი და სწორედ ის ხელმძღვანელობდა რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქს, როცა ეს მოხდა. უკრაინამ უკვე წაუყენა ბრალი ჩაიკოს, ხოლო ევროპის კავშირმა მას სანქციები დაუწესა, ბუჩაში მომხდარში მისი როლის გამო. ეხლა პუტინმა ჩაიკო დააჯილდოვა თანამდებობით, რისთვისაც ის საერთოდ არ არის შესაფერისი. და ამით მან კიდევ ერთ ჯალათს სამიზნე დაადო თავზე. შეიძლება ჩაიკო იყოს შემდეგი სამიზნე, რადგან უკრაინა სისტემატურად ანადგურებს იმ დანაყოფს, რომელიც ბუჩაში მომხდარზეა პასუხისმგებელი. ან შეიძლება არც იყოს. აი ეს არის ნამდვილი ხრიკი. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ჯალათების ლიკვიდაცია დრონებითა და დივერსიული ოპერაციებით. ეხლა 64-ე ბრიგადის დარჩენილი წევრები, რომლებმაც ბუჩაში კლავდნენ და აწამებდნენ, ყველა ერთსა და იმავე კითხვას დაუსვამს საკუთარ თავს. შემდეგი მე ვარ. ისინი ვერ მიიღებენ პასუხს, სანამ უკრაინა არ იქნება მზად კიდევ ერთხელ დაატეხოს თავისი ცეცხლოვანი სამართლიანობა ბუჩას ჯალათებს. შურის ძიება დაელოდება დანარჩენ ჯალათებს, მაგრამ როცა უკრაინა ანადგურებს დანაყოფს, რომელმაც ათასობით სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, ის შურის ძიებას სხვა გზებითაც ახორციელებს. მძიმე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში წელს ადრე 24 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ ეს ასე არ დატოვა. რუსეთში გიგანტური ცეცხლის ბურთები აგორდა, როცა უკრაინის მასშტაბურმა შორ მანძილზე დრონების იერიშმა რამდენიმე რეგიონი დაარტყა. რუსეთის საომარმა მანქანამ დამანგრეველი დარტყმა მიიღო და ყველაფერს ამის შესახებ გაიგებთ, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ მეტი ჩვენი გაშუქება უკრაინის დამანგრეველი იერიშების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ. მადლობა ყურებისთვის.